შევედი ერთ-ერთ ჩვენს აფთიაქში და გადავწყვიტე რომ მეყიდო მზისგან დამცავი საშუალება. კონსულტანტმა რა თქმა უნდა თავის მხრივ, მისი მხრიდან ეს საკმაოდ ისეთი კეთილი ჟესტი იყო, შემომთავაზა შედარებით უფრო ბიუჯეტური ვარიანტი. და რა თქმა უნდა ვიყიდე, წამოვიღე სახლში და შემდეგ სახლში რომ მოვედი, მაქვს ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელსაც ქვია Yuga. მე მგონი უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და მოკლედ ეს პროდუქტი დავასკანერე, შტრიხ-კოდი დავასკანერე ამ აპლიკაციით და აღმოჩნდა, რომ შეიცავდა საკმაოდ საშიშ ნივთიერებას და ეხლა ზუსტად გეტყვი ეს რა ნივთიერებაა. ბუტილფენილ მეთილ პროპიონალი, რომელიც 2022 წლიდან არის აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ არის კანცეროგენული, არის მუტაგენური თუ მუტაგენური. აი ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე იმდენად შევძრწუნდი, რა თქმა უნდა ჯერ არ მქონდა გამოყენებული. რომ მივბრუნდი იმ აფთიაქში, დავაბრუნე ეს პროდუქტი და გადავცვალე უფრო ძვირადღირებულ პროდუქტში. ამის თაროებზე შემოდება და თუნდაც ბიუჯეტურ ფასად გაყიდვა, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული.